მეცნიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანებამ ჩაატარა საერთაშორისო ტურნირი რკინის ევრაზია. მონაწილეობა მიიღო 3 ქვეყნის 55 სპორტსმენმა. ყველა სპორტსმენი იყო ტიტულოვანი, მინიმუმ ევროპის ჩემპიონი, ასევე მსოფლიო რეკორდსმენის ყავდა. დაფიქსირდა მაღალი შედეგები, განსაკუთრებული ხაზი მინდა გაუშვა მახას გაბისკირას მიერ დადებულ შედეგს, დაამყარა საქართველოს რეკორდი ბიცეპსზე წონის აწევაში, წონა 106 კილოგრამი. წინა რეკორდი იყო მისივე 105 კილოგრამი, დღეს დააფიქსირა 106 კილოგრამი. გამარჯვებული სპორტსმენები გაეგზავნებიან საზღვარგარეთ, კერძოდ ემზადებიან გერმანიისათვის. ვიად პარაძე 125 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, კაცრი წესით ბიცეპს დამოწევაში შტანგის. გავაუმჯობ ესე ჩემივე დამყარებული რეკორდი, რომელიც ჰქონდა 2020 წელს და დავაფიქსირე 106 კილოგრამი. მინდა მადლობა გადაუხადო ორგანიზატორებს, რადგანაც უმაღლეს დონეზე ჩატარდა შეჯიბრი. პირადად მადლობა ბატონ ირაკლი ცხოვრებაშვილს. რაც შეეხება ჩემ გამოსვლას, დავიკავე პირველი ადგილი გოლჩიმსში, დავაფიქსირე 250 კილოგრამი და ასევე გუნდურ ჩართვლაში, სადაც ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ ნიკა თოკლიკიშვილი და ავთანდი ყარმაზანაშვილი, დავიკავეთ გუნდური პირველი ადგილი. აქვე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩემ სპონსორებს, ქებული კლიმატს და ვიტამინს, რომლებიც მეხმარებოდნენ ამ შეჯიბრში მოზადებაში და გვერდში მედგნენ. საკმაოდ მაღალი დონის შეჯიბრი იყო, მივიღე მონაწილეობა, დავიკავე პირველი ადგილი. დიდი მადლობა გულშემატკივრებს და ორგანიზატორებს.